გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს არის 10 აპრილი, მორიგი გადაცემა. ჩვენ უკვე ხედავთ რა ცვლილებები მოხდა ჩვენ სათბურში. ფაქტობრივად ჩვენ 2-3 დღეში დავამთავრებთ სრული ეს ოპერაცია, ეს გადარგვა, დაკიდება ამ იმაზე თოკებზე და всё. უკვე სცენარე განვითარდება ისე როგორც საჭირო არის. ეხლა ჩვენ რაც აი პირველ გადაცემაში რომ ვაჩვენეთ, ანუ სცენარი იყო აი გადარგვის მომენტში, ну ვარდება რა თქმა უნდა სტრესში, მაგრამ ეხლა უკვე სულ სხვა სიტუაცია ჩვენ დახვდა. ერთ კვირაში ვერ ვიცანით უკვე ეს ჩვენი სცენარები, ძალიან კარგად ვითარდება სცენარე სათბურში, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა შეიცვალა ამინდი, ისე დაგვიბრუნდა ზამთარი, პრაქტიკულად ვარდება 0 გრადუსამდე. ხო, მოგვიწია ფეჩების ჩართვა, ეხლა ძალიან განიცდის რადიაციის ნაკლებობა, მაგრამ მაინც პროცესი მიდის წინ, არც ისე ჩქარა როგორც ვითარდებოდა, პირიქით ჩვენ უცბად აი ვერ მოვასწარით დროზე გადატანა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად გამვითარდა სცენარი, იმიტომ რომ ბევრი არ ველოდეთ რომ მარტში და აპრილის დასაწყისში იქნებოდა ამდენი სინათლე, ну რაც იყო ეს ბუნება თავისი შეიტანა კორექტირება, მაგრამ პროცესი გრძელდება და ну ნათლად ხედავთ როგორ უკვე არის გამვითარებული სცენარე, აქტიურ ყვავილობაში არის ზოგიერთი სცენარე და პროცესი მიდის. ну რას დაამატებთ? ხო, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები რადიაციაა და ეს ყველაზე მთავარი პრობლემაა ზოგადად სასათბურო მეურნეობაში და სოფლის მეურნეობაში, სფეროთა სისტემა ძალიან კარგად არის განვითარებული, გასულია უკვე ბამბაში და აი ეს ყველაზე მთავარია, რომ ფესვები კარგად ვითარდება, თვითონ სცენარესაც ეთქობა ფერზეც და სხვადასხვა სიმპტომებზე, რომ ძალიან კარგად ვითარდება. ამიტომ დიდი იმედით უყურებთ ამ სცენარეს. პრობლემა ფაქტიურად დღეს ასეთი მკვეთრად გამოხატული რამე პრობლემაა, არაფერი არ აქვს ამ სცენარეს. ну დავიწყოთ პრობლემებზე საუბარი, წინას არ ვიტყვით ეს რაც ჩვენ გვეშინია, რომ ეს იქნება მავნებლები ეს ძირითადად ხო ბრძოლა საჭიროა. კი, ეს იქნება თუ აბსოლუტურად თეთრა. ხო, ну მაგას ჩვენ უკვე ვემზადებით ამისთვის, ბრძოლისთვის. ყველანაირად ისე რომ თქვათ არ გვეშინია, ვიცით ეს უკვე ჩვენთვის სიურპრიზი ეს არ იქნება, ამიტომ ჩვენ მზადვართ ამისთვის. ну დავადებები არ უნდა გაჩნდეს, იმიტომ რომ აქ არის კლიმატ კონტროლი და ჩვენ მაგას ვიცავთ და რასაც კიდე გამოვიყენებთ მომავალში, ну მკვებავები, მაგას კიდე ჩავიყენებთ საქმის კურსში, რა გამოვიყენეთ, რომ ყველა მიცოდეს, რა შეგვიძლია, რა პოტენციალი არის ამ სცენარეში და საერთოდ როგორ შეგვიძლია ის გავაფართოთ ეს ბიზნესი. ну ეხლა მუშაობს ეს ბამბუსი. კარი რომელიც დამტვერვაზე მუშაობს შიგნით სათბურში. ხო, ჩვენ უკვე ხედავთ უკვე პატარა გამონასკულია უკვე ზემოთა უბრალოდ პირველი მტევანი, ეხლა ხდება მეორე მტევნის ჩამოყალიბება და კვირაში ერთხელ ზოგადად ასეთი ტემპით მიდის ხომ. კვირაში ერთხელ ერთი მტევანი ყალიბდება, ეს მტევანი მერე გინასკვება და ასე შემდეგ და შემდეგ. თუ რა თქმა უნდა რადიაცია შესაბამისი იქნება, მზის რადიაცია, მაგრამ ზაფხულის პერიოდში გაზაფხულის პერიოდში ეს პროცესი შეიძლება უფრო დაჩქარდეს, ვიდრე შენელდეს. კი ბატონო. ხო ეს მინდოდა მეთქვა, რომ უკვე ესე ნახეთ ამ ბამბუს უკვე მუშაობა რაც არის ჩატარებული, კი. ну ეგ არის დღეისათვის ეგ სიტუაცია არის, ძალიან კარგად ვითარდება სცენარე, ძალიან კარგად კაი სიტუაცია არის სათბურში და მორიგი გადაცემა იქნება ერთ კვირაში 10 დღეში და თქვენ ნახავთ მორიგი გადაცემა და განვითარება.